Sirtasa megoro khosme sanu chweni galsemi stubari baton nugzar tsiklauni. მოგესალმებით, ნუგზარ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა. პირველად ხარ ჩაიფიქრეთ, ამე კაი ჩაიფიქრეთ. მეორედ მოსვლას ჩავიფიქრებ კიდე. მეორედ რამე ისეთი ჩაგიფიქრებინა, აი რაღაცა რომ თქვენც წაგადგებოდათ, ქვეყანასაც წაადგებოდა, მაგრამ მეორედ მოსვლაც არ არის ახლა ცუდია, რომ ქვეყანას წაადგებოდა. არა, ზოგად მეორე მოსვლას კი არა, აპოკალიფსის მხედრებიდან რამე. აქ გადაცემაში მეორე. ხო, გასაგებია მესმის. მიირთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი. აი იქიდან თქვენი წილი მანდეთ დავდე და აქეთ რა ვიცი ხა. ერთეგივია? კი ბატონო. რა არის ახალი? მადლობა. აბა რას მოყვები, რას მოგიყვები, რა არის, რას ამბობენ? რას ამბობენ? ამბობენ რომ იზეიმა დემოკრატია საქართველოში. იზეიმა დემოკრატია საქართველოში. ხო, ამ სომალელი მეკობრეების გამოცდილება აღმოჩნდა ძალიან კარგი და აქაც გამოვიყენეთ იგივე წესი და როგორც მოგეხსენება ჩვენი ტყვეც გათავისუფლებულია. დოგი მელია, ხო? დიახ. მელიაც. ხო, ისე სხვათა შორის რო გამოვიდა, ორი შემართებითაა ნიკა. სხვათა შორის ძალიან შემართებით გამოვიდა, კაი 22 კილო დაიკლო. ჩვენი ესეთი რაღაცა ემოციურიც არის, ხო? ხო, მხიარულად არის შემართები. ჯერ არაფერს არ ვეუბნებით პარტიიდან ვინ წავიდა, რა მოხდა. არავითარ ჯერ მაგალითად. არაფერი ჯერ არ. იმიტომ რომ წონა იმდენად ნაკლებია, გამოხედვაც საშიშია ჯერჯერობით ვაჩარი შემჩნევი და გამოხედვა მაგ სამი დღე იაროს ესეთ ყნარად რომ თან არის იცი კვესტაძესთან უყურე და ბიჭო არ გაჩერდა ეგეთი არაფერი ამდენი ხანი ილაპარაკა არ გაჩერდა ესე იგი ეთყობა ამ ციხეს აქვს ეგ ის ხო რომ აი რითხას რო სიტყვაზე ნუ სამი თვე იჯდა ახლა იმდენი ილაპარაკა ერთი მე მეგონა რომ 1-7 წელი იჯდა რა არა ეხლა გამოცდილი 25 წლიანი ლაგერნიკივით ლაპარაკობს და სირავდილეში როგორც გაირკვა 77 დღე იჯდა და მაინც მძიმეა ცხადია რა თქმა უნდა მძიმეა ცხადია კი მესმის ხო არა ის თვითონ პარტიაში როგორ არის ხა მე მაგალითად მივხვდი რომ ეს ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ ძალიან ისეთი აი კეთილი პარტია ახლა ნუ ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ხო კეთილი სისხლის მსვლელები კეთილი სისხლის მსვლელი პარტია იმიტომ რომ ახლა პოლიტიკიდან ახლა მაგალითად თქვენი პარტიიდან რამდენი ადამიანი დაფრთიანდა ხო დიახ რამდენი ადამიანი დაფრთიანდა თქვენი პარტიაში შემოვა მე აქვია სიაშიც მოხდება პარლამენტში ხდება და მე თავის გზას გაიკვალავს ხოლმე და ხალხმა ვერ გაიგო ანუ რომ ჩვენ ვართ ქართული პოლიტიკის ამსტერდამის აიაქსი ხო ჩვენთან იზრდებიან ფეხბურთელები და მე გადადიან სხვა გუნდებში ახლა აქედან მართალია ამსტერდამის აიაქსიდან მაგარ გუნდებში გადადიან მანჩესტერ იუნაიტედში რეალში ან სადმე ჩვენგან გადადიან საჩხერის ჩიხურა ძირითადად ნოვოსიბირსკის სიბირშიც იყო ერთი შემთხვევა რომ აპირებდა მაგრამ ჩაიშალა ის კონტრაქტი ნუ არიან გადადიან სხვა გუნდებში გადადიან მაგრამ ნუ ახლა მაგრამ კაი საქმეს აკეთებთ ერთი ეს რო ვთქვა რომ კაი საქმე გამოვიდა ახლა დიახ აღზრდა სწავლა მოსწავლეთ ეხლა ერთი ამაინტერესებს ის ახლა მერის არჩევნებზე რა ხდება ხო ვერ მეტყვი რას აპირებთ იყრით კენს არ იყრით კენს იწყებთ მონაწილეობას იმიტომ რომ აი მაგალითად ეხლა ელისაშვილმა თქვა რომ სერიოზული განაცხადი გააკეთა ის რომ ნუ მელიას არანაირი შანსი არ აქვსო ისე მე თუ დავდგებიო მერობის კანდიდატობაზეო ხო ნუ ხო თბილისში ხო თბილისის მერობის კანდიდატი ალბათ ზოგუბანში არ აქვს შანსი ხო მაგრამ ზოგუბანში მაგარი შანსია სად მაგალითად კრწანიში აქვს დიდებული შანსი მაგას იმიტომ რაც მაგას ყიზილბაშები ყავს მან ნაჟლეტი მეგონია დაუფასეთ ჩვენი მოსახლეობა და მისცემეთ სოღანლუგის ვიწროებშიც აქვს რაღაც შანსი აქეთ ნაწილში არ ვიცი ცოტა პესიმისტურად ვარ ხო ცოტა გაუჭირდება მესმის მაგრამ რა ვუყოთ მაგრამ რა არის იცი ახლა კობახიძემ დაგვიანოსა რომ დაჭერები ისევ გაგრძელდება ხო აუცილებელია იმიტომ რომ ეს ხო საკანს არ აციებენ ახლა იმიტომ რომ ის ხო გამოთავისუფლდა ახლა ის საკანი ხო პოლიტპატიმარი აღარ არის ხო ეს უგულავა კაი ხანია ისე გარეთ არის მე მგონი დროა უკვე რომ ხო რა ძალიან გაუტკბა გარეთ სიარო ეგ არის ჩვენი პოლიტიკის მორიგე პატიმარი
როცა გათავისუფლდება საკრები, ეგ უნდა შევაბრუნოთ ხოლმე. ეხლა ხო დაიბარე სასამართლო პროცესი, ედავებიან ორი მსოფლიო ჩემპიონის ძიუდოში ცემას. ხო. უგულავს. და თუ დაუმტკიცდა, მე მგონია რომ მე 3 წელი, 4 წელი ჩაულებრიოთ ისა. ხო, თითოზე ორ წელი რომ მაინც იყოს, თითო ძიუდოისტის ცემაზე, ხო. თითო ძიუდოისტ. მაგრამ ბათ კიდე ერთი არის კიდე ეს ეხლა იყო გუშინ მე მგონი ჯანაშიას პროცესი, ეგ არის ასწაული ამბავია, ხო? მე 9 წელია ეგ პროცესი მიდის. ხო, აი რა პროცესი არის? ეს არის 6 კოსტიუმის პროცესი. ხო. თითო კოსტიუმზე წელიწად ნახევარია დადის სასამართლოში. 6 კოსტუმია. არ დამთავრდა. არამც თუ დამთავრდა, მე მგონია კიდე კაი ხანს იქნება. აი მარკესის მარტოობის 100 წელი ხო გახსოვს როგორ იწყება? გაივლის წრები და დახვრეტის მოლოდინში პოლკოვნიკი ხოსე აურელიანო ჯანაშია გაიხსენებს იმ წყნარ საღამოს, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილო კოსტიუმების საყიდლად წაიყვანა. იქიდან დაიწყო მაგის ტრაგიკული თავგადასავალი. მაგარია. აი რა სიძიებენ მართლა, აი მოდი აი რო შეხედო რა. 6 კოსტუმის ამბავს იძიებენ დაახლოებით 9 წელია კაც დაატარებენ რა. ანუ აი ხო როგორი აბსურდია, ხო, რომ აი 9 წელი მიდის პროცესი იმაზე, რომ 6 კოსტუმი შეიძინა სახელმწიფოს ბიუჯეტით თუ გაფლანგა თუ რაღაცა, ხო, ნუ 6 კოსტუმთან ერთად ისიც არის მე მგონი, ხო, ეს საპნები და მე მგონი საპონის არის კი, საპონი არის და ერთი გვირგვინი. ერთი გვირგვინი, რომელიც შეამკორ სადღაც მე მგონი საკითხო სააკაშვილი. უცხოეთში, პოლონეთში მიიტანა ეს გვირგვინი. სულ ეს არის მისი საქმე. აი სანტა-ბარბარა რო იყო სერიალი, ხო გახსოვთ? ისიც კი არ გაგრძელებულა, მაგდენი ხარი. ხო, როგორ ჯანაშიას პროცესი. არ ვიცი, რისი მოწმეები მოყავთ. იმ მაღაზიები, სადაც გაყიდეს ეს კოსტიუმები, აი არ საწაიღეს. ყოველ შემთხვევაში ვიცი, რომ ეს პიჯაკები არსებობს. 6-ვე არის ჩამოკიდებული პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში. ხო. ეს კონფისკაციაც არ არის გაკეთებული ჯერ რა, იქ არის ჩამოკიდებული, დიახ. ძალიან კარგია, კი ბატონო. ახლა ეს მითხარია შესვლა არ შესვლაზე პარლამენტში ეს როგორ არის თქვენი გამოკითხვებს ატარებთ თუ რა გაქვთ ჩაფიქრებული? ხო, არის სხვადასხვა აზრი არის, ეხლა სხვადასხვა აზრი არის. ზოგი ამბობს რომ უნდა შევიდეთ, ზოგი არ შევიდეთ, იქ ბევრი არგუმენტი აქვს ყველა მხარეს და რა ვიცი, ეგეთი აზრიც კი არის, რომ გამოვკითხოთ რაც შეიძლება ბევრი ხალხი იმისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ და რაც შეიძლება სწორ გადაწყვეტილებასთან ახლოს მივიდეთ. ანუ Facebook-ზე გაქვთ გამოკითხვა კიდე ჩაატაროთ ესე იგი. ხო, Facebook-იც იქნება. თვითონ მელიაც თავის დროზე Facebook-ის Facebook ვარსკვლავი. ამომრჩევლების მონაწილეობით იქნა არჩეული. Facebook ვარსკვლავია, თავის დროზე Facebook-ით გახდა ვარსკვლავი ბატონი ნიკა მელია ვიცი. მაგრამ რა არის იცი აი მაგალითად ზოგადად რა ეხლა როგორი დილემის წინაშე გახართ შეხვალთ და რაღაცა ამბავი დაგატყდებათ, არ შეხვალთ და რაღაცა ამბავი დაგატყდებათ. ანუ სამთავრობო პრესა მაინც რაღაცას მოგიგონებთ, ხო ეგრეა. ხო ისე ხო არ იქნება აი მაგალითად ხა ასავალ-დასავალი აუცილებლად რაღაცას დაწერს. დიახ. რა თქმა უნდა, იმედი რაღაცას დაწერს. ანუ მე რა მაქვს იცი მოფიქრებული, აი რა შეიძლება დაწერონ. აი რა შეიძლება დაწერონ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში რა. მაგალითად ესე ნაციონალები პარლამენტში შესრიალდნენ და ჭყიალას კამებს შემოეხვივნენ. ანუ გველი ხო შედის და მიხვდი ხო? თან არც გამოჩდები. ისიც რო ჭრელი იქნება სკამი და გველიც ხო ჭრელია. ხო და კი და უფრო ის გონება გახსნილმა მთავრობამ პარლამენტს სისხლის ბანკი დააწერა და შიგნით ნაციონალები ასე შეიტყუა. არა, ეგ უკვე არის, რაღაცა არის. მერე, ანუ ეს ზოგადები მაქვს კიდე. ნიკა მელია სპეციალურად დასუსტდა, რომ გამოძიებას დაუსხლტეს. ეგეთი? დიახ. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ინდოელ აბიტურიენტებს ამზადებს, რათა შემდგომ სამედიცინოზე ჩააბარებინოს და საქართველოში ახალი კორონაც ვირუსი გაავრცელოს. კორონაც ვირუსი მაგალითად. მიხეილ სააკაშვილმა ჩამოსვლის გეგმა 8 წლის უკრაინელ ბავშვის ზურგზე ამოასვირინგა. ზაფრი უნდა იყოს ბავშვი აქ ზაფრინგი ხტი რომ ბავშვი ჩვილია რა ჩვილია ნიკა მელიას დუტის კურტკა რომ შეკერილიყო 150-მდე დუტის ციყვი დახოცეს
აქ უბრალოდ დახოცეს აკვირდები რა, ნუგზა. მიხდი და ციყვი დუტის ციყვი არ არსებობს, მაგრამ ნუ დახოცეს ეს აქ თავარი სიმძა. სააკაშვილი გვამებს უკრაინაშიც მიაძღა. აი ხლა ისო შეკითხეს. აბა თუ მიხვდები ეს ნამდვილია თუ ჩვენი მოფიქრებული? ნამდვილი. ნამდვილი მართალია. აბა ეხლა ერთ რამეს თუ მიხვდები. ეს არის ნამდვილი. აი მე რასაც ვთქვი, შესვლა არ შესვლა საკითხავი აი ეს არის. აი ეგ ნამდვილია თუ რომელიმე მწერლის გამონათქვამი. ჰა? ალბათ შეიძლება მწერლის გამონათქვამი. ო, შექსპირის. კი ბატონო. კი ბატონო. მოდი იცი რა უნდა კითხო? მელიას ამბავს დაუბრუნდეთ. აი ხ მაგალითად იქ რო იყავით ნაწილობრივ მოძრაობის ოფისში გამაგრებული. ხო. ეხლა ხო იცოდით რომ ქონდათ ინფორმაცია რომ სპეცნაზი მოდიოდა, სპეცრაზბი რომ მოდიოდა. ხო მეტი აბა სხვა რა იმაზე მქონდა სალაპარაკო, სუმაგაზე ვლაპარაკობ. ხო და აი მაგალითად რა გეგმებს ამუშავებდით? აი მაგალითად მაინტერესებს თავდაცვის რა გეგმებზე მუშაობდით, ხო ეხლა? ო, ეგ დიდი ამბავი არის. ესე იგი, არსებობდა ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ უნდა დავხვდეთ და ვიჩხუბოთ და რაც სერიოზულად ხელში გვაქვს და ხო, სერიოზულად განწყობილი ხალხი იყო ესეთი. არსებობდა კიდე ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ პოლიტიკური პარტია ვართ, კაცო, რინგი ხო არ არის, ანუ ვის უნდა ეჩხუბო, ან როგორ და პირიქით პოლიტიკური გზები და რა ვიცი, დროშა ეჭიროს ადამიანს და რაღაცა. მაგრამ გია ბარამიძემ წამოაყენა გეგმა მშვიდობიანი წინააღმდეგობის. ესე იგი, არც ბრძოლა ყოფილიყო და არც ზედმეტი მშვიდობა არის. მართლა, სერიოზულად? ხო, მართლა და ხო და მოკლედ ერთხელაც მოიწვია, ისა რა ქვია. ხდომა, ხალხი ვართ ეხლა ეკო ზოგი დეპუტატები არიან. ბარამიძემ თქვა, რომ ფილმიო თუ გაქვთო ნანახიო მარტო სახში. გადაოფ ეხლა. ო, უმრავლესობას ქონდა ეხლა ნანახი, რა ვიცი, მარტო სახში კი ბატონო, ყავს რა ესა რა ქვია, ნანახი გვაქვს. ხო და აი როგორც იქ არისო, რომ თავდამსხმელებს, ქურდებს თუ ბანდიტებს როგორც ის სასაცილოდ იგდებს ეს ბავშვიო თავისი, ჩვენც ეგრე უნდა გავაკეთებთო, რომ მტერი გავამასხარაოთო. ხო და კი ვერ გავიგე ხა რა უნდა გაამასხარო ხო ძალიან საში ხალხი არის ისა ვერ შემოდი ბარამიძემ თქო ჩვენ რომ ამისთვის უნდა შევისყიდოთ ზეთიო უნდა შევისყიდოთო გორგოლაჭებიო რაღაცაო ხო რომელსაც ფეხქვეშ დაუყრითო და დაუსხამთო ამასო და ასრიალდებიანო მოწინააღმდეგეებიო ოფისში რომ შემოვარდე და წაიქცევიანო ამას ვიღაცამ გამოთქვა ეხლა აზრი რომ ხო ჩვენ სხვა ასრიალდებით ისეცე ну ჩვენ უთხარ ზოგმა გაიცინა ზოგმა შეიკავა სიცილი ხო და ну რაღაც ისე და კაი როგორც გინდა ისე გააკეთე ესე ანუ ზეთი უნდა ეყიდათ შარიკები და აგრეთვე ბუმბული რომ ზეთს რო გადაასხამდა ბუმბულს დააყრიდა და კიდევ უფრო სასწილო გახდებოდა ის სპეცრაზმენი მოკლედ ცოტა ხნის მერე მართლა შევამჩნიეთ რომ ბალიშების რაოდენობა მიმატა იმაში ოფისში თურმე ხალხს ეუბნება რომ ბალიში მოიტანეთ რამდენი დაასაწყობეს ბალიშები ზეთი შეიძინა და გორგოლაჭები შეიძინა ფინალი როგორც მოგეხსენებათ ამ წინააღმდეგობის მოძრაობის იყო ტრაგიკული მელია ციხეში ხო ბარამიძე სპეცრაზმა გამოიყვანა უგონო მდგომარეობაში ხელში აყვანეს რომ ვიყავდეთ ესე ერთადერთი სარგებელი ის დაგვრჩა რომ ზეთი გვაქვს ბლობა ძველ პასებში სანამ გაძვირდებოდა კაიფაში გავატარზე ესე სევდიანად დასრულდა ჩვენი მე უთხარი ეგ უნდა მოყვა ხვალ განაცემაში მივდივარ ხო და მითხარ რომ ცოტა თბილად მიყევიო თბილად გამოგვიდა არ ვიცი რა მინდა კითხო ახლა თვითონ აი ურთიერთობაში ხა თქვენ იქ წინამოწვევის პარლამენტში არ ყოფილხართ მე მგონი ხო აი მაშინ არა იმის წინაში 2008-12-ში და 12-16-ში ვიყავ 12-16-ში იყავი ხო მაგრამ არის მაგალითად დეპუტატები რომელიც მე არ მესმის მაგ დეპუტატები რომ შედიან და საერთოდ ხმას არ იღებენ რა ხო ეგეთებიც არიან კი კი აი საერთოდ არ იღებენ რა რისთვის არიან ან რატომ მიდიან სიტყვაზე ხდომაზე რა ჩვენთან იყო ერთი ეგეთი ხო აი 16 პარლამენტში კოცების ფრაქციაში იყო ეგეთი კაცი საერთოდ არც ერთი სიტყვა არ უთქვამს 4 წლის განმავლობაში. საერთოდ. აი და სრულდება უკვე ეს 4 წელი. უცებ ამ კაცმა დაიწყო ყვირილი და ითხოვს სიტყვას. ხო. ხო და ყველა დაიძაბა ეხლა ხო რომ კაცი აი 4 წელი ამ კინოში რო არის რა მთელი ის რო ხმა არ მოგიღია. ეხლა რა უნდა თქო და
ყველანი ხო ფიქრობს რაღაცა აქ ამ კაც იმდენად მნიშვნელოვანი სათქმელი. რომ აი რაღაცა და სუფაშვილიც ეუბნება კი ეხლავე, მაგრამ აი ითხოვს და კაიო მობრძანდითო ტრიბუნასთან რომ გამოვიდა. გაისუსა მართლა დარბაზი, აი ბუზის გაფრენა. ყველას გვაინტერესებს რომ რა სიზამს რა უნდა თქვას, ისეთი რა უნდა თქვას, რომ ეხლა ამდენ ხარ არ ამბობდა და დაგვათვალიერა ყველა და ლობისობას გილოცავთ ყველა. ესე დავთავრდა. პარლამენტო მოღვაწეობა იქა. ლობისობას გილოცავთ, გენაცვალეთ. მაგრამ მაინტერესებს ახლა თქვენ ძალიან ისეთი აქტიური ოპოზიცია ხართ. აი თქვენ დროს ხელისუფლებაში რო იყავით, მაშინ როგორი ოპოზიცია გყავდათ? ისეთია ცოტა ისეთი შეკითხვაა ძალიან. ნუ არ იყო რადიკალური ოპოზიცია. კონსტრუქციული ოპოზიცია იყო პარლამენტში. დესტრუქციული არის? არა, არავითარ დესტრუქციას ადგილი არ ქონდა და არც ცდილობდნენ მაინც და მაინც ისეთ ხალხის გაკრიტიკებას, ვისი გაკრიტიკებასაც თვლიდნენ რომ არ არის საჭირო. მაგალითად აი ვანო მერაბიშვილზე სულ ამბობდნენ რომ ეს არის შესანიშნავი პოლიციელი, აი ესეთი მშვენიერი ააშენა, გამჭვირვალე შენობები. არ ლანძღავდნენ. არ ლანძღავდნენ, არც ადეიშვილს არ ლანძღავდნენ. ნუ მიშას ხო ცხადია რომ არ ლანძღავდნენ და არ ლანძღავდნენ. აბა რაღა იყო? და ეთყობა თქვენს რომ რაღაც ოპოზიცია ხო უნდა გვერქვასო და ერთადერთი კაცი ვისაც ლანძღავდნენ და აგინებდნენ, მაგრამ აი საშიდლად ეს ხო ყობა სუბელია. და აი იტყოდნენ მაგალითად რომ ბრმები კი არა ვარ, ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ. აი ხედავთ რომ ის აშენდა, ის გაკეთდა, ბათუმი ესეთია, ის არის, მაგრამ ყობა სუბელიანი ეს ნაძირალა, ეს არამზადა და დაიწყებდნენ ამ ყობას გინებას. ჩვენ პასუხს არ ვცემდით ეხლა იმათ, იმიტომ რომ ეს ერთ ყობა სუბელიანს აგინებდნენ, რა სხვა არავინ არ ყავდათ საგინებლად. ხო და ეხლა იმასაც ხო ვერ დაუშლიდით ეხლა. ერთხელსაც სუბელიანი გვირეკავს და გითხრა რომ მოდითო რა, ვინც ვიყავით, აღარ მახსოვს, პეტრე იყო ცისკარიშვილი. მაშინ დევნილების მინისტრი. გოკა, ეგ იყო დევნილების მინისტრი, იყო სუბელიანი და გავიც კიდე ვიღაცეები იყვნენ და მივედით ერთი 10 კაცი, დაგვათვალიერები და ყველაფერი რაც გაკეთებული ქონდა. მართლა თურმე 7000 სახლი აშენებული დევნილებისათვის, გზები, რაღაცა ბევრი და ეს ყველაფერი გამოფენა ქონდა გაკეთებული სამინისტროში, გვაჩვენა ყველაფერი. ესე რომ მაგინებენო რა სინამდვილეშიო მე ბევრ რამეს ვაკეთებოდა რომ დამთავრდა ეს ამბავი დაგვათვალიერებინა თქვა რომ ეხლა ესეო ვერ წახვალთო თქვენო და სადღაც წავედით სუფრა ქონდა თავის და სახში ხო და ეს სუფრაც აი მართლა ჩიტის რძე რო არ აკლდა ეგეთ მე მგონი იმიტომ ეხლა ამერიკაში გაქცეული იმ სუფრის ვალცი ხდება ხო და წავედით ეხლა ვიყავით იქ როგორც არის ხოლმე კარგად კი ყველაფერი და ეს სუბელიანმაც გაგვიმხილა რომ ესე რომ მაგინებენო და რაღაცაო ჩვენგან რო პასუხი არ არისო ესო მწყინსო ეხლა რაღა დაგიმალოთო რა გამიცავით ხო რაღაცა კენითო რა რა ვიცი მართლა დაემთხვა თუ იცოდა ამან და იმიტომ ეგრე მოხდა მესამე დღეს მივედით პარლამენტში და სამთავრობო მოსმენა არის ეხლა როგორც იმათი წესი და რიგი იყო ისევ აქეს ეს ვანო მერაბიშვილი ადეიშვილი ისა და მოვიდა სუბელიანის დრო და ეს არამზადა და ისა და ამას მოყვა უცებრო წამოხტა ვიღაცა ჩვენგან და ვიზი ამბობ ყობა სუბელიანზე ამბობო ამას ვიცი სუფრაზე რა ყოფი და ყველა ვინც კი ვიყავით მოითხოვა სიტყვით გაბოსლა ყველამ დაიცვა სუბელიანი ყველამ ლანძღა ოპოზიცია რომ შენ როგორ ამისთანა წმინდა კაცისა და დამთავრდა ეს ხდომა ყველაფერი გამოვედი იმაში აქ სიგარეტის მოსაწევად ხედავ ახვლედიანი იყო ერთი დეპუტატი მაგინეთი აქ ოპოზიციონერი და ზის მოწყენილი შემხედა მითხრა თქვენო არც დემოკრატია გინდათო რატო არც არაფერი არ გინდათო ეს ერთი სუბელიანზე გქონდა ხსნილიო და ეხლა მაგაზეც გინება დაგვიწყეთ მეუბნება რა შემოპარულა სუბელიანი ამ დროს უკნიდა გაიგონა ეს ჩვენი ლაპარაკი ბიჭო მე მეგონა პირადად მაგინებდითო და თუ დემოკრატია სჭირდება ჩემი გინება რაც გინდა გაგძელდა სუპერიანის გინება. ესე შეეწირა დემოკრატიას. სუპერიანი შეეწირა დემოკრატიას. რა ვქნათ, ყობა ჩვენი მეგობარია.
მირეკავს ხოლმე ამერიკიდან. იმაზე მუშაობს რაღაცა. ჯერ ტაქსის ბრძოლად მუშაობდა, ეხლა მე მშენებლობაზე, მე რაღაც ისე მართლა ეხლა ეს ხუმრობა რატო უნდა იყოს იქ თმა. არც მეგულება სადმე რომელიმე ქვეყნის ამხელა მინისტრი, რომელიც ტაქსის ბრძოლად გადასულიყოს. კი, ეგეთი ხო. თანამდებობაზე ქართველი ეგეთი არ ვიცი, ხო, ეგეთი არის ძებნა. მოკლედ ესე იგი საინტერესო იყო სახალისო ნუგზარ შენთან საუბარი. მინდა წარმატებები გისურვო ნუგზარ. ძალიან დიდი მადლობა. ყველაფერი კარგი გისურვებ, რა ვიცი, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და რა ვიცი, ნორმალური არჩევნები ჩაგვეტარებინოს შემოდგომაზე. რას ფიქრობ? მე ვფიქრობ იმას, რომ გაგრძელდება აუცილებლად თემურ ჯანაშიას პროცესი. რაც ნამდვილად იცი? ხო, რაც ნამდვილად ვიცი, გიგი უგულავასაც დაუმტკიცდება ბრალი, რომ ის ორი ჯიუდოისტი ცემა და ამასობაში მელიასაც მოუყვებით ყველაფერს, რაც ხდება და გეგმებს მე წარმოგიდგენთ. კარგი, დიდი მადლობა. ნუგზარ ტიპოვური იყო ჩვენი განცემის სტუმარი. მადლობა ნუგზარ.